პირველ რიგში მინდა ვიკითხო ასევე თქვენი განწყობა, რა თქმა უნდა, ეს არის წუხარება, რა თქმა უნდა, პატრიარქს აცილებენ ბოლო გზაზე, ხალხი, რომლის ნაკადიც არ წყდება, რას ამბობს თქვენთვის? ალბათ ეგ არის ხალხის პასუხი პატრიარქის სიყვარულზე. პატრიარქი ხა 100,000-ობით ადამიანი მიდის ხო გამოსამშვიდობებლად და აქედან პირადი ურთიერთობა, პირადი შეხება პატრიარქთან ქონდა ალბათ შეიძლება 1%-ს. დია. და მე მაფიქრებს, მაშინ ამ ხალხმა საიდან იგრძნო ეს სიყვარული პატრიარქის ესეთი. და მისი სიყვარული, პატრიარქის სიყვარული საკუთარი ხალხის მიმართ ჩანდა ყოველ მის მოქმედებაში, მის სიტყვაში, მის საქმეში. აი ძალიან მომხვდა გულზე მეუფე ზენონის სიტყვები რაღაცა ისე. დია, მეც ორი დღე ყვები ამას გონია რომ ყველამ უნდა იცოდეს. ისე უწმინდეს უთქვამს მეუფე ზენონისთვის რომ გარდავიცვლები საფლავზე მიმღერეო, ჩემო სამშობლო მხარეო, შენ გიგენაცვალეო. და ეს განწყობა პატრიარქის იგრძნობოდა მთელს ერში. საზოგადოებაში და ამიტომაც უპასუხა ხალხმა პატრიარქის სიყვარულს თავისი სიყვარულით, ასეთი დიდი სიყვარულით და ეს კადრები თვითონ რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ, ხო, ეს ყველაფერზე მეტყველებს პატრიარქის სიდიადეზე, მის ღვაწლზე, მის თავდადებაზე, საკუთარი ხალხის მიმართ და ვიცი ძალიან ძიმე იქნება ალბათ მის გარეშე ჩვენი ერის ყოფობა და არის ესეთი სიტყვების სახარებაში ქრისტეს როდესაც ჯვარი მიაქ ჯვარცმის დროს ხალხი ტიროდა და განიცდიდა და მოუბრუნდა ხალხს და ეუბნება მე კი ნომტირითო თქვენი თავი იტირეთო და დღესაც ვფიქრობ რომ იგივე მდგომარეობა არის იმ გაგებით რომ პატრიარქი კი გულდასაწყვეტილია და საწყვეტია რომ გავიდა ამ ქვეყნიდან და ჩვენთან არ არის, მაგრამ მას იმ ქვეყნად გვირგვინი მოელის და არწმუნებული ვარ და ალბათ ჩვენ უფრო ის უნდა ვიტიროთ რომ მის გარეს შევრჩებით. კი ბატონო. აი რა იქნება მის შემდგომა მეუფე ზენონისთვის ესეც უთქვამს მას რომ დარდობს ამაზე და რომ დამოუკიდებელი პროცესი უნდა იყოს მისი შემცველის და გზის გამგრძელებლის არჩევა. და ახლა კადრში ვხედავთ აი ირაკლი ყობახიძე მივიდა სამებაში და სხვა კახი კალაძეც ჩანს თუ სწორად ვხედავ და ზუსტად ამაზე გააკეთა ძალიან საჯარო განცხადება მეუფე ზენონმა რომ პატრიარქი წუხდა რომ ეს პროცესი უნდა იყოს აუცილებლად დამოუკიდებელი და უნდა ჩაიაროს ხელისუფლების ჩარევის გარეშეო. ეს შემთხვევით ნათქვამი ფრაზა არ არის. მეუფე ზენონმა ისიც თქვა, რომ მე იმიტომ მითხრა, რომ იცოდა ჩემი ხასიათი, რომ მე ამას ვიტყოდი საჯაროდ. ანუ მას სურდა, რომ ეს ყოფილიყო საჯარო, მისი ეს წუხილი. შესაბამისად, რა ზეწოლის მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, რომელიც გამოჩნდება ან არ გამოჩნდება და რამდენი მნიშვნელოვანი პროცესია პატრიარქის არჩევა ახლა, რა უნდა დააზღვიოს სინოდის წევრებმა? მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ახლა პატრიარქის არჩევა, იმიტომ რომ აი მომავალი 10 წლეულების ბედს გადაწყვეტს როგორც ეკლესიაში, ასევე ერშიც და პატრიარქის ეს დანაბარებიც არ არის შემთხვევითი. მან ყველაზე უკეთ იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე, რა ხელისუფლებასთან ჰქონდა საქმე და ეს იყო შეიძლება ასე ვთქვათ, მისი გაფრთხილება. გაფრთხილება, როგორც ერის მიმართ, რომ ყურადღებით ვიყოთ ამ კუთხით და ასევე მთავრობა გააფრთხილა, რომ არ ჩაერიონ ამ საკითხში. თუმცა დღეს რაც ჩვენ ხელისუფლება გვყავს, აი მითხარით აბა სფეროს, სადაც ესენი არ ჩარეულან. აი ნებისმიერი აი არც ერთი ინსტიტუცია არ არსებობს, სადაც ესენი ხელს არ ყოფდნენ. და იგივე იყო ეკლესიასთან მიმართებაში და პატრიარქი სანამ ჯანმრთელად იყო, არ ხერხებდა მეტნაკლებად ამ ყველაფრის ნეიტრალიზებას, მაგრამ აი მის შემდეგ აი ამ საშიშროებას ხედავდა და ვფიქრობ მთელი საზოგადოება როგორც მღვდელმთავრები, ასევე რიც ფხიზლად უნდა ვიყოთ ამ კუთხით. და უნდა ვადევნოთ თვალი პროცესებს
და თუ რაღაცა შევამჩნევთ, რომ ხელისუფლება ცხვირს ყოფს იქ, სადაც არ უნდა ყოფდეს, მაშინ აუცილებლად ხმა უნდა აღვიმაღოთ. და მე მინდა ერთი რამე ვთქვა ამასთან დაკავშირებით, რომ როდესაც დავით მეფე კიდობანს მოაბრძანებდა ურმით, ეს კიდობანი ზურემი გადაიხარა და ეს კიდობანი უნდა ჩამოვარდნილიყო და ხელი შეაშველეს, რომ არ ჩამოვარდნილიყო და ეს ვინც ხელი შეაშველა, რომ არ ჩამოვარდნილიყო კიდობანი, ისინი სიკვდილით დაისაჯნენ. იმიტომ რომ მათი მოვალეობა არ იყო კიდობნის მსახურება, ეს ლევიტელებს ეკუთვნოდათ. და ვინც კიდობანს მოემსახურა ისე, რომ მას არ ქონდა ამისი უფლება, ის სიკვდილით დაისაჯა. დღეს ეს კიდობანი არის ეკლესია. და ეკლესიის დაცვა და უზრუნველყოფა, მით უმეტეს ამ ვითარებაში ყველაზე მეტად უნდა უზრუნველყო მღვდელმთავრებმა. და ვინც ამაში ხელს ჩაყოფს, ისე როგორც არ არის ეს საჭირო და ისე როგორც ეს იმ კუთხით, რომ ის ზიანი მოუტანოს რაღაცა ეკლესიას და ამ ეკლესიაში თავისი პირადი ინტერესები გაატაროს, მით უფრო მეტად დასაზიანებელი იქნება ეს მისთვის. ეს იქნება უმძიმესი ცოდვა მისთვის. აი თუ ძველ აღთქმაში რაღაცა გარეგნული მოქმედებები ხო ხორცილად ისჯებოდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ შენ იგივე მოქმედებას შეიძლება შენ სულში იგივენაირად ისჯები, ანუ შენ სულში ხვდები. და ის ვინც დღეს განისრახავს იმას, რომ აი ამ არჩევნებში პატრიარქის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა ისე, რომ მას ეს არ ეკუთვნის და ხელი ჩაყოს ცუდი განზრახვით, თუნდაც კეთილი განზრახვით არა აქვს მნიშვნელობა. ეს უშუალოდ სინოდის წევრებს ეკუთვნის ამისი გადაწყვეტა და მის გარეშე, ხო, აი ამ სინოდის წევრების გარეთ, ვინც ამ ყველაფერს შეეხება, ის აუცილებლად დაისჯება. აქვე უნდა ვიკითხოთ პატრიარქის ანდერძის შესახებ, როდის უნდა გაიხსნას ეს ანდერძი, არის თუ არა ამისთვის რაიმე პროცედურა განსაზღვრული და შესაძლოა იქ იყოს რამე ისეთი, რაც არჩევნების წინაც იყოს საინტერესო. ხო, ცოტა ისეთი გაურკვეველი თემაა, ჯერ ეს ერთი არის თუ არა ეს ანდერძი საერთოდ, ესეც არ ვიცი ცნობილია თუ არა. ვინ უნდა იცოდეს ეს და უნდა იყოს თუ არა ეს ინფორმაცია საჯარო? საჯარო შეიძლება არ იყოს, მაგრამ უახლოესმა წრემ, ხო, პატრიარქის აუცილებლად უნდა იცოდეს თუ ესეთი მსგავსი ანდერძი არსებობს. უნდა იცოდეს თუ არა მოსაყდრეშიო? ვფიქრობ, უნდა იცოდეს. ყველაზე დიდი ალბათობით პირველ რიგში მას ეკუთვნის ამისი ცოდნა. და თუ არ იცის, მაშინ ეგ კიდე სხვა რამეზე მეტყველებს, ესე იგი გამოდის, რომ რა ნდობა არ ქონდა პატრიარქს მის მიმართ ესეთი, რომ განეცხადებინა მისთვის თუ მსგავსი ანდერძი არსებობს. ზოგადად ბევრ კითხვებს და ეჭვებს ვადებს და ხა ეს არ ვიცი რო ამბობენ იქ 15 სეიფია და ესეთი მსგავსი რაღაცები, მე არ მსმენია პირველად გავიგე, რასაც ახლა ამბობენ და თუნდაც იყოს ეს 15 სეიფი რა უნდა ხა და ამის გახსნა და გაღება რა პრობლემაა. რა საერთოდ არსებობს თუ არა ესეთი თემა დაზუსტებული არ არის. შეიძლება არსებობდეს და ვიღაცა მალავდეს. ან წერია ისეთი რამ, რაც იქ. ნუ ეს ახლა ყველაფერი აწივა ვარაუდებია და ფაქტები ჩვენ ამისი ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ მეუფე ნიკოლოზმა ბრძანა, რომ 3 დღის მერე ბევრი რამე გამოჩნდებაო და დაველოდოთ აბა 3 დღე. ხო. ანუ 3 დღე ალბათ იქ დაკრძალვის შემდეგ იგულისხმა ალბათ, ხო. მეუფე ანტონსაც უსმინე მე გადაცემაში და ნუ ეხლაოდ სანამ პატრიარქი ასვენია, მანამდე რაც გარკვეულ საკითხებზე საუბარი არ გვინდაო და მე აუცილებლად მოგვიწევსო ყველაფერზე პასუხის გაცემა და საუბარიო და ამას ვერავინ ვერ ავწდებიდო და კი ბატონო ისაუბრებენ ალბათ კი ბატონო თქვენ ნამდვილად აღნიშნეთ ის ფაქტი, რომ ფხიზლად უნდა იყოს საზოგადოება, როგორც სასულიერო წრე, ასევე საეროც, რომ ეს საქვეყნოდ გაცხადებული საჯარო წუხილი მისი გაკონტროლდეს საზოგადოების მხრიდან. აქ კითხვა ჩნდება, ასევე დღეს ნახავდით და გუშინ სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის საქართველოში ჩამოსვლასთან და წირვასთან დაკავშირებით, ერთი რაც ცნობილია ის ჩამოვა თბილისში, იმავე დღეს დატოვებს თბილისს, ოღონდ ილია მეორესთვის წესის აღგებაში მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ არ წირავს, ხო? აი ეს თავიდან იყო ინფორმაცია თითქოს რომ ის გაუძღვებოდა ამ ცერემონიას. შესაბამისად
მე აქ გაკეთდა განცხადებები, რომ ასეთი რამ შეთანხმებული და მოთხოვნილი არ იყო. როგორ არის ეს იერარქიულად, არ ვიცი, ან პროცედურულად, როგორ უნდა იყოს, როცა მსოფლიო პატრიარქი არის თბილისში? რა ხდება ასეთ დროს? პროცედურა საერთოდ კანონიკურად, აი მაგალითად სხვადასხვა ეკლესიის პატრიარქები რო იკრიბებიან, იქ წირვას, ყოველთვის რო წირვა მიყავს, ყოველთვის უპირატეს პატრიარქს. ანუ ეს უპირატესობაც საიდან განისაზღვრება? აი დიპტიხი რაც არის, ხო, საეკლესიო დიპტიხი. აი ამ დიპტიხში ხო რაც ჩამოწერილია ეკლესიების თანმიმდევრობა, იქ პირველი არის კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, როგორც მსოფლიო პატრიარქი და პატივით უპირატესი. შემდეგ მოდის ალექსანდრიის, შემდეგ ანტიოქიის, იერუსალიმის და ასე შემდეგ. და თუ წირვაზე ესწრება მაგალითად მსოფლიო პატრიარქი, მან ის უნდა იყოს ლიტურგიის აღმსრულებელი. თუ მაგალითად მსოფლიო პატრიარქი არ ესწრება და არის ალექსანდრიის პატრიარქი, ის არის უკვე ყველაზე უპირატესი და მან უნდა ჩაატაროს წირვა. წესი ესეთია. მაგრამ მე აქ ახლა რას მინდა ხაზი გაუსვა, რომ აი ნახეთ როგორ ის არის რუსეთის ეკლესიამ გამოაგზავნა ეგზარქოსი ბელარუსი. ხო, ბელარუსის და ეს ეგზარქოსიც რა არის, იცით, ძალიან ცუდად მენიშნა. შეეძლო ხო თავისი აი უშუალოდ თავისი საპატრიარქოდან გამოეგზავნა დელეგატი და წარმომადგენელი. და ამითი რას გვეუბნება, რომ დღესაც როგორც წარსულში მისი საეგზარქოსო იყო საქართველოს, ესე გვიყურებს? გუბერნია დაგვიქვა ამას. ძალიან ცუდად მენიშნა. და ნახეთ მსოფლიო პატრიარქისგან პატივი თვითონ ჩამობრძანდება მსოფლიო პატრიარქი. ეხლა აი შევხედოთ, ვინ უფრო მეტად პატივს მიაგებს ჩვენ ეკლესიას. ის ეგზარქოს გვიგზავნის და არ ვიცი რა განზრახული ისევ საეგზარქოსოს აღდგენა უნდა თუ რა და აქ კიდე მსოფლიო პატრიარქი თვითონ ჩამობრძანდება. ასევე მინდა ხაზი გაუსვა აი კირილეს პატრიარქ კირილეს სამძიმარს, ხო, ტიტულით არ მოიხსენია ჩვენი პატრიარქი. ხუმაფხაზეთი რომ არ ეხსენები. და მსოფლიო პატრიარქი კიდე ყოველ თავის თუნდაც ოფიციალურ დოკუმენტში, თუნდაც მიმართვაში და წირვაზეც ჩვენს პატრიარქს იხსენიებს როგორც მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსად, ასევე ხუმაფხაზეთის მიტროპოლიტად. და ახლა ამ მრიდან აი შევადაროთ ერთმანეთს ფაქტები. ხო, ეს რამე მოგონილი ხო არ არის, აი გადაამოწმონ ეგერ დევს ხო ეს წყაროები ყველაფერი, ფაქტები დევს, დოკუმენტები დევს და აი ჩახედონ, თუნდაც მოусმინონ მათ წირვას. და იქვე გაიგებენ, ვინ როგორ გვიხსენიებს და ვინ როგორ გვაღიარებს. ანუ რუსეთის ეკლესია ხო, როგორც რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს ოსეთს და სამაჩაბლოს საქართველოს ნაწილად, ისევე რუსეთის ეკლესიაც არ ცნობს ჩვენს პატრიარქს თავისი ტიტულებით. არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორც ეკლესია, საერო ისე სასულიერო ხელისუფალი რუსეთში. აქ შეიძლება გაჩნდა ასეთი კითხვა, რომ იმიტომ ხომ არ წირავს, ანუ უარის თქმა ქართულ მხარეს შეეძლო მსოფლიო პატრიარქისთვის, იმიტომ რომ აქ არის უხერხული მომენტი, როგორც განმარტავენ, რომ ეკლესიის ავტოკეფალიის, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემდგომ მსოფლიო საპატრიარქომ რომ აღიარა, რუსეთის საპატრიარქომ ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა შესაბამისად მათთან და რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ვერ დადგება იქ, სადაც მსოფლიო პატრიარქი წირავს. შესაბამისად მათ ბელარუსი ეგზარქოსისთვის უნდა ეთქვათ, რომ აქ ახლა მსოფლიო პატრიარქი წირავს და თქვენ აქ ვერ იდგებით. ის თვითონ შეიკავებდა თავს სადგომისგან, იმას ექნებოდა მითითება მიცემული, მითითება კი არა კანონიკურად ესეა, როდესაც შენ ეკლესიასთან უთანხმოებაში ხარ და განხეთქილებაში ხარ, მის წირვაზე არ დგები. იმიტომ რომ წირვაზე დგომა ერთად ნიშნავს თანაზიარებას და თანამზრახველობას. და ახლა რა გამოდის? ის იდგება წირვაზე. ეგ არ არის ჯერ ცნობილი. მაგრამ მსოფლიო პატრიარქი წირვას არ ატარებს, ხო? ხო, როგორც გავიგეთ, არ ატარებს, მაგრამ ეს ახლა ამათმა აუკრძა, ამათმა არისურვეს და არინებეს თუ რა მოხდა, ჯერ ამისი ფაქტები არ არის, მაგრამ ამ ყველაფერს იტყვიან.
ამ ყველაფერს იტყვიან, ეს ყველაფერი დაფარული არ დარჩება. უკვე არის ამაზე გარკვეული ხმები და გამოსული ინფორმაცია, უბრალოდ ჯერ მაინც დაზუსტებული არ არის რა როგორ თორე საქართველოს არ არის ისეთი ქვეყანა რომ რამე დამიმალოს და მიიჩქმალოს და. კი ბატონო. თუმცა ის პატრიარქს აუგებს წესს. კი, როგორც განაცხადეს, წესს აუგებს. კი ბატონო, აქ თქვენ ახსენეთ რუსეთი და ეს საფრთხე და საშიშროება ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული ყველაზე უკეთ ილიამ მეორე მიცოდა 77 წელს როცა ის გახდა პატრიარქი, მაშინ ეკლესია იყო დაუძლურებული საერთოდ სტიქაროსნებიც რუსები იყვნენ ძირითადად როგორც ამბობენ ეკლესიები მცირე იყო ხალხი ეკლესიებში ნაკლებად დადიოდა ასე რომ აი ჩვენ მას წინასწარმარმაც თქვა რომ ის კიდევ უფრო თავისუფალი ადამიანი იყო ვიდრე გარემო დახვდაო და გარემო მას არ დახვდა თავისუფალი ეს გასაგებია თუმცა რუსეთს არასოდეს აუღია ხელი ამ ქვეყნის დამონებისკენ და ეს რას ნიშნავს ეკლესიურად ძალიან კარგად გამოჩნდა გადაღებილი ეკლესიები გაძარცვული ეკლესიები და წართმეული რწმენა ეს იყო რაც მოიტანა საბჭოთა დრო ამ ქვეყანაში. შესაბამისად რუსეთში საერო ხელისუფლების ამ შემთხვევაში პუტინის განზრახვებს ფეხს უწყობს ხოლმე სასულიერო ხელისუფალიც ყოველთვის. ეს არ არის ურთიერთწინააღმდეგობრივი, ურთიერთთანხმედრაშია ყოველთვის. ამიტომ ჩვენს დავემსგავსეთ ბოლო პერიოდი. სამწუხაროდ, მაგრამ აქ არის კითხვა რომ რუსული ამბიციები რომ ასეთ დროს როცა პატრიარქი 59 წლიანი მმართველობის შემდგომ გარდაიცვალა და ახალი შემცვლელი უნდა მოძებნონ, ისიც შეეცდება ხელის ფათურს ალბათ ამ მიმართულებით. თუმცა რამდენად აქვს რუსეთს ბერკეტი? რთულია ამისი თქმა ეს რამდენად აქვს ბერკეტი, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ არიან მთავრები, რომლებსაც არ უნდათ ამ რუსული გავლენების ქვეშ ყოფნა და არიან ისეთები, რომლებიც აშკარად პირდაპირ თავიანთ არაფერი დაფარული არ არის პირდაპირ ამბობენ ხმამაღლა, რომ მოწონთ ის, რასაც რუსეთი აკეთებს და ემხრობიან და აქ ახლა ეს ძალთა ბალანსი როგორ იქნება, ვინ უფრო უმრავლესობაში იქნება ძალიან რთული სათქმელია რა მოხდება. მაგრამ ადვილი არ იქნება. ერთსაც და ორივე მხარეს გაუჭირდება. აი ახლა როგორც ითქვა, აი ამ დაკრძალვასთან დაკავშირებით ხმები 17-18-ზე ესე გადანაწილდა. დიახ, ერთი ხმით გადაწყდა რომ მისიონში დაეკრძალა. და წარმოიდგინეთ თქვენ ახლა სხვა საკითხებთან კიდე დაკავშირებით რამხელა წინააღმდეგობა იქნება. შეგნით აი მეუფე ანტონის ნათქვამი ძალიან ისე მენიშნა გუშინ რო თქვა რომ პატრიარქი მამა იყო ყველასიო და მამას ყველა შვილი ემორჩილებოდა ძმებს შორის ესე არ იქნებაო და შემდეგი პატრიარქი ძმა იქნებაო ფაქტობრივად ეს თქვა ხო? ძმებში კიდე ესე არ ხდებაო. ანუ თუ იქ ახლა პატრიარქს ყველა ისე მამობრივად უყურებდა და მამობრივად ხედავდა და მისგან ამ ზრუნველობას ღებულობდა მომავალი პატრიარქის დროს ესე არ იქნება. ამიტომ ეს რას ნიშნავს თქვენთვის ეს როგორ გაიგეთ რომ რთული დრო მოდის? რთული დრო, კი. რთული დრო შემდეგ პატრიარქს ძალიან გაუჭირდება მართვა. ისე ადვილად არავინ არ დაემორჩილება და არავინ არ დაუთმობს პირადი ინტერესების გატანა ძალიან გაუჭირდება. თუ რაღაცა პირადი ინტერესები ექნება, ძალიან გაუჭირდება ამისი გატანა. ესე ერთხმად თანხმობას ვერ მიიღებს. შეიძლება რაღაც კუთხით კიდევაც უმჯობესიც იყოს. ნახოთ რა იქნება. წინ ძალიან ისეთი გამოწვევები ელოდება არა მარტო მომავალ პატრიარქს, არამედ მთელს ერს და ნახოთ, შევხედოთ პროცესები. ბევრი რაღაცა ითქმევა, ბევრი რაღაცა გასაჯაროვდება და მაგის მიხედვით ხალხიც ალბათ უფრო გამოიტანს თავის აზრს. ჯერ მაინც ინფორმაციული სიმწირეა მეტნაკლებად. ერთდუმან მღვდელმთავრები და როდესაც ეს ყველაფერი უკვე საჯაროდ დაიწყებენ საუბარს, მე უფრო მეც გავიგებთ. და 22-ში მანამდე გლოვის დღეებია პატრიარქს დაკრძალავენ სიონში. თქვენ რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე? როგორც ამბობენ, ეს იყო მისი სურვილი. ხო, ნუ როგორ არის იცით,
სიონი მაინც ისეთი ტაძარია უძველესი, სადაც პატრიარქები განისვენებენ. მაგრამ რატო იყო პატრიარქის სურვილი ეს ახლა სამების ტაძარი მაინც პატრიარქის მოღვაწეობის დროს აშენდა და მიეწერება მის ეპოქას და აქ რაღაცა პარალელების ბევრი რაღაცის დანახვა შეიძლება მაინც ეს ივანიშვილის სახელთან არის ასევე ხომოაზრებული სამების ტაძარიდან. შეიძლება არის სურვა ამ მიზეზით. შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს, მაგრამ მისი სურვილი იყო რომ დაკრძალულიყო სიონში, იქ სადაც პატრიარქები განისვენებენ. კი მე უფრო რაღაცა ისეთი მაინც სამებარახან მის, რადგან მის სახელთან ასოცირდებოდა, ამიტომ მოლოდინი ჰქონდათ რომ შესაძლო სამება ყოფილიყო მისმის. და სულ ბოლოს ვიდრე დავასრულებ თქვენთან საუბარს, მამამო მინდა გკითხოთ თქვენი შეფასება 59 წლიანი მმართველობის, რომელიც არ იყო მარტივი 59 წლის განმავლობაში საქართველოს რთული ქარტეხილებით სავსე გზა იარა ილია მეორემ პატრიარქის პოზიციაზე შეიძლება ასე ითქვას და ეს არ იყო მარტივი ჩვენ დღეს ვნახავთ ადამიანებს რომლებიც იხსენებენ მის ძალიან რთულ დროს იგივე 9 აპრილს იხსენებენ ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებსა და გადაწყვეტილებებს მისას სხვა ისტორიულ მომენტებში. შესაბამისად 59 წელი ასე ერთმნიშვნელოვნად ალბათ არ ფასდება, მაგრამ თქვენი შეფასება მინდა მოვისმინო ის უდაოდ იყო ფიგურა, ყველა ამას ამბობს, ის უდაოდ იყო ლიდერი და უდაოდ ჩაიბარა ძალიან სუსტი ეკლესია და მან გააძლიერა ის 59 წლის თავს. თქვენი შეფასება როგორია? ხამ 59 წლის ეპოქის განხილვა ცოტა რთულია მოკლე დროში კი ბატონო. მოკლე დროში კი არა, რა ვიცი, დიდ დროშიც იმიტომ რომ ახლა მე სულ უსმენ გადაცემებს როცა ამ საკითხთან დაკავშირებით ხდება და ბევრი ახალი რაღაცა გავიგე, რაც მანამდე არ ვიცოდი უწმინდესის შესახებ. ამ კუთხით ისტორიკოსებს ძალიან დიდი შრომატევადი საქმე ელოდებათ და მე განსაკუთრებით აი გვირგვინი პატრიარქის მოღვაწეობის მიმაჩნია ავტოკეფალიის აღდგენა. ეს იყო აი რის გამოც პატრიარქები, ჩვენი პატრიარქები კვდებოდნენ, იბრძოდნენ, ვერ აღწევდნენ, რაღაც გარკვეული პერიოდი მიაღწიეს და ასე შემდეგ, მაგრამ იმ ფორმით და იმ სტატუსით და იმ სახით, რაც ეს პატრიარქმა გააკეთა, რომ ჩვენ აღვიდგინეს და გვაღიარა მთელმა მსოფლიოს ეკლესიებმა ამ სახით და ამ ფორმით ეს ვერავინ ვერ შეძლო. ამიტომ ეს არის თან ეს დოკუმენტირებულად გვაქვს უკვე და ეს არის არა მარტო პატრიარქის, არამედ აი მთელი ჩვენი ხომ 4 საუკუნიდან პირველი მთელი ჩვენი 20 საუკუნის ეკლესიის მოღვაწეობის გვირგვინია. ეს ტომოსი. და მეორეს ყოველთვის აღვნიშნავ აი ამ ნათლობას გამოკვეთილად, იმიტომ რომ ეს იყო აი პატრიარქის სრუნვა არა მარტო ამაში ჩანს პატრიარქის რომ პატრიარქის სრუნავს ერზე არა მარტო სულიერად, არამედ მის ხორციელ მხარეზეც როგორ ფიქრობს და როგორ სრუნავს ერის გამრავლებაზე. და რამდენმა ადამიანმა და ოჯახმა გააჩინა შვილები იმის გამო რომ პატრიარქი ყოფილიყო მათი ოჯახის ნათლია. და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის პატრიარქს და ბევრი ისეთი ადამიანი და ბავშვი დაიბადა, რომელიც შეიძლება არ დაბადებულიყო. და მესამე კიდე ეს ყველაფერი საბოლოოდ შედეგია აი პატრიარქის ხასიათის. და ეს პატრიარქის ხასიათი ჩანდა, აი თვითონაც ამბობს, რომ ძალიან ჯიუტი ვიყავიო და ეს ჯიუტე კარგი თვისებაა, როდესაც ადამიანი რაღაცა სწორ და კეთილ საქმეს მისდევს და მისი ესეთი ხასიათის სიმტკიცე აი გამოჩნდა პირველად ერთ-ერთი მაგალითად, როდესაც აი მართლმადიდებლური ფორუმი იყო 64 წელს, იქ ჩვენი ეკლესია მოიხსენიეს როგორც ავტონომია. და პატრიარქი მაშინ 30 წლის იყო და ესწრებოდა ამ ფორუმს. და გაბრაზდა, ადგა და დატოვა ფორუმი და პროტესტი გამოთქვა. რომ როგორ გვაკადრეთ, რომ ავტონომიურ ეკლესიად მოგვიხსენიეთ და არა ავტოკეფალურად.
ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია მის ცხოვრებაში. აი მისი ესეთი ხასიათის სიმტკიცე ის რომ ესეთი არ იყო დამთმობი ხასიათის. აი თუნდაც აი თვითმფრინავის ბიჭების ამბავზე ხო მოვისმინეს ის ძალიან ესე დიდი ის მოახდინა ჩემზე შთაბეჭდილება, როდესაც აი პატრიარქმა მიიწერა თხოვნით, რომ არ დაეხრიტათ ეს ბიჭები და მღვდელი და მაშინ ბევრმა ინტელიგენციის წარმომადგენელმა მიწერა წერილი. და ბევრს უკან წამოაღებინეს ეს წერილი და ზოგი შეაშინეს, ზოგმა ბოდიშიც კი მოიხადა და პატრიარქისგანაც იგივე სიტყობდნენ, მაგრამ მან ეს არ გააკეთა, არ დაუშვა არაფრით. ანუ გადამწყვეტ მომენტებში პატრიარქი ძალიან პრინციპულია, როდესაც ეს ეხებოდა ერს და ეკლესიას, ეგ არაფრით არ თმობდა. სხვა რაღაცა საკითხებში ხო თუ დათმობა რაღაცა უფრო გონივრული იყო და უფრო შემდგომში უფრო უკეთეს ნაყოფს გამოიღებდა, მაშინ თმობდა, მაგრამ აი პრინციპულ რაღაცებში გამორიცხული იყო ძალიან ისე მტკიცე და აი კლდესავით იყო, როგორც ქრისტემ პეტრეს უწყო და შენ ხარ კლდეო, ისე კლდესავით იყო პატრიარქი პრინციპულ მომენტებში. კი ბატონო. და მისი მთავარი ხაზი, რასაც ამბობენ, ის იყო პროდასავლური მიმართულების პატრიარქი, ის ყოველთვის ცდილობდა ბმას ცივილიზაციასთან და არაერთი მონათხრობით კიდევ ერთხელ დასტურდება ახლა ამ დღეებში, ბევრი იხსენებს მასთან საერთო ისტორიებს და ეს მინდა გითხოთ, მისი ეს სურვილი, გზა, მცდელობა, რამდენად გაგრძელდება, რამდენად მყარია ამ გზის მოსურნეთა რიცხვი დელმსახურებში. სინოდის წევრებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ შემდგომმა პატრიარქმა უნდა გააგრძელოს, რომელიც სინოდმა უნდა აირჩიოს. ნუ ეს ფაქტიურად ცხადად ჩანს ყველაფერი, ვინ რომელი მღვდელმთავარი რა გზას ირჩევს. ალბათ შედეგში გამოჩნდება, რამდენად ძლიერია ეს. გამოჩნდება, ხო, შედეგში უფრო გამოჩნდება და როგორ რაღაცას ვფიქრობ, იცით, აი ჩვენ არ უნდა დავრჩეთ პატრიარქის გზის მაყურებლები. ჩვენ უნდა ვიყოთ ამ გზაზე მოსიარულენი და აი ამ გზით უნდა გავაგრძელოთ სიარული და რა არის ეს გზა? ეს გზა არის ღვთის გზით სიარული, ეს გზა არის ერთმანეთზე ზრუნვა და ეს არის ის, რომ აი პატრიარქის ერთ-ერთი ბოლო დოკუმენტი ახლა ხშირად დევს სოციალურ ქსელში, სადაც ის აღნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ის რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ. აი ამ გზით სიარული უნდა გავაგრძელოთ და ჩვენი სიყვარული და პატივისცემა პატრიარქთან მიმართებაში მხოლოდ იმაში კი არ უნდა ჩანდეს, რომ ჩვენ მის ცხედარს პატივი მივაგოთ და ესე დამწუხრებულები ვიყოთ, არამედ ჩვენი მადლიერება და ჩვენი სიყვარული მის მიმართებაში გამოჩნდება, თუ ჩვენ ვიქნებით იმ გზის და იმ სიტყვის აღმსრულებელი, რასაც უწმინდესი ამბობდა და რა გზითაც ის თვითონ იდიოდა და მიყავდა ერი.